ჩემი აქციაზე გამოსვლის მიზეზი ამ ეტაპზე ის გახდა, რომ პრემიერმა გამოაცხადა, რომ ჩვენ ევროკავშირთან წყვეთ ყველანაირ ურთიერთობას, რაღაცა გამიშთა შეგრძნება, რომ ჩვენ მოვწყდით დასავლეთს, განვითარებულ სამყაროს და წავედით სიბნელისკენ, რაც, რა ვიცი, ამდენი ხნის განმავლობაში, რაც ჩემი თავი მახსოვს და ისტორია, რაც ვიცი, ყველა ჩვენი წინაპრებიც და თანამედროვეობაც იბრძოდა იმისთვის, რომ განვითარებული ერი ვყოფილიყავით, წარმატებული ერი ვყოფილიყავით ხალხიც ანალოგიურად და სიმართლის და სიყვარულის გზაზე გვევლო, რაც ჩემი აზრით ამას ყოველთვის ვიტყვი, რომ ევროკავშირი არის სოლიდარობის, ურთიერთობის, სიყვარულის, ადამიანობის, სამართლიანობის გამოვხატველი. მე რაც ვნახე, ჩემ გარშემო, ჩემი თვალით რაც ვნახე და იმდენად ბევრი პოზიტივია, იმდენად ბევრი სამართლიანობა არის ჩვენგან განსხვავებით, რაც მომწონს. ზოგადად რასაც ვუყურებ მთელ მსოფლიოში უსამართლობის ზემია, ოღონდ აქაც შეფასებითი ნაწილია, სადღაც უფრო მეტია, სადღაც უფრო ნაკლია, აი ჩვენთან აი ამ პირობებში აი სრულ უსამართლობის წინაშე აღმოჩნდით უმრავლესობა ადამიანების დაუცველების, რა ვიცი, ყველა ვინც უნდა გვიცავდეს და სამართალს ამყარებდეს, ისინი არ ღვევენ სამართალს და ისინი ჩაგრავენ ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, აი მომწონს იქაური მიდგომა, ანუ ყველანაირ ჯერ ადამიანურად გექცევა და თუ რაღაც სარგო გიხსნის, რომ ამიტომ ჩვენთან პირიქით არის გარღვევინებენ, რომ მე ჩაგაჭირონ წეხლი და ბოლომდე დაგძირონ. ზუსტად ამ მომენტმა მოგვიყვანა დღევანდელობამდე, აი ამ უსამართლობამ, ამდენხნიანმა აქციებმა და სანამ აქციები იქნება, ჩემი აზრით, მინდა რომ ხალხმაც ვინც რომ ადრე გვიერთებოდა და ეხლა არ გვიერთება, გაიაზრონ კიდევ ერთხელ, რომ ეხლა თუ დაუკარგავთ ამ მონაპოვარს, რაღაცა ასეთ შეგრძნება მაქვს, რომ იგივე საბჭოთა კავშირის პერიოდში დაუბრუნდებით, რასაც 37-იანი წლები ერქვა და აი 70 წლიანი, მინიმუმ 70 წლიანი წნეხი, რაც რომ საქართველომ და ჩვენ გადავიტან ჩვენმა წინაპრებმა, აღარ მინდა რომ დაბრუნდეს და ჩვენმა მომავალმა თაობამ ამაზე იზრუნოს კიდევ. მინდა რომ რაც თუ გასაკეთებელია ჩემმა თაობამ და ჩვენ გავაკეთოთ და მომავალ თაობას აღარ დაუტოვოთ ის პრობლემა, რაც რუსიფიკაცია ჰქვია,